არსებობდა პროვოკაციის საფრთხე. სწორედ ამიტომ გაკეთდა მოწოდება საპატრიარქოს მხრიდან, რომ აქციის მონაწილეებს შეეცვალათ, ასე ვთქვათ, აქციის ადგილი. ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, საჩოთირო ფაქტი არსებობდა. რატომ მიხვედით? რატომ? ხო, აი, ზოგადად დამეტოვებინა, არა, მაგითო არ გადამიწყვეტია, იარაღს ზოგადად ვატარებთ თან. და როდესაც უნდა დამეტოვებინა იარაღი, მაგრამ ვერ მოვახერხე დატოვება, იმიტომ რომ მანქანა გავაჩერე ძალიან შორს შეკრების ადგილიდან. ანუ გასაგებია, მაგრამ იმ შემთხვევაში თვალში მოხვედროდა ეს იარაღი მეორე აქციის დაპირისპირებული მხარის მხრიდან, ხომ არ გამოიწვევდა პროვოცირებას, გაღიზიანებას? ანუ ვერ გეტყვით ხა რას გამოიწვევდა? ან სამართალდამცავებს რომ შეემჩნიათ და გახსენებოდათ ეს ასე ვთქვათ კანონის მანიფესტაცია. შეიძლება მოეწოდებინათ ჩემთვის რომ იარაღი დამეტოვებინა და მაგ შემთხვევაში მომიწევდა წასვლა და იარაღის დატოვება. თუმცა ასეთი რამ არ შეუმჩნევია არავის. არ შეუმჩნევია, იარაღ გამოსაჩინო ადგილას არ მქონია. კი ბატონო. რაღაცა ხელი აუწია, მაშინ გამოჩნდა. კი ბატონო. უბრალოდ მე ხა არ უარყოფე ხა. ნუ მარტივად რო თქვა რომ მაგალითად ეს არ იყო სასაცილო იარაღი და იყო თქვათ ზუსტი რეპლიკა იარაღის. შესაბამისად ყველაფერი ამოწურე. უბრალოდ მინდა გულწრფელი ვიყო ტელემაყურებელთან საზოგადოებაში. მე ახლოს იარაღით არ ხართ მოსული სტუდიაში. არ ვარ იარაღით მოსული სტუდიაში. კი ბატონო. კარგი რომ მაგრამ მინდა ასევე ისიც აღნიშნო რომ ძალიან ცუდია, როდესაც პოლიტიკოსებზე თავდასხმა, მათთვის კასტეტების და არმატურების შარტყმა, მძიმე დაზიანებების